როდის და შეხვდებიან თუ არა უკრაინის ლიდერი და სამხედრო დამნაშავე, სურს თუ არა ასეთი დიალოგი ვლადიმერ პუტინს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ადგილად მოსკოვი დაასახელა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინს ამ ფორმატის ჩაშლა და შესაბამისად დროის მოგება სურს. გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი უნდა შემოგვიერთდეს ეთერში. გამარჯობა, მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. როდესაც საუბრობთ ომზე, ახლა მთავარი საკითხი არის უსაფრთხოების გარანტიები, როგორი შეიძლება იყოს ის. მაინტერესებს თქვენ რამდენად რეალისტურად წარმოგიდგენიათ, რომ რაღაც უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ კონკრეტული ქვეყნები, სხვათა შორის აი ამ კონტექსტში ხშირად იხსენებენ ხოლმე ბუდაპეშტის დოკუმენტს და დონალდ ტუსკმა ცოტა ხნის წინ დაწერა, მოკლედ გაგვახსენა, როგორ არ იმუშავა აი ამ დოკუმენტმა. ახლა რა უნდა იყოს მაშინ ისეთი მექანიზმი, რომელიც გადააზღვევს ამ რისკებს იმის გათვალისწინებით, რომ აქ მოთამაშე ისევ იქნება რუსეთი, რომელიც ვთქვათ, გადამგდები ძალაა, როდესაც საუბრობთ რაღაც შეთანხმებებზე, ხო? დიახ, ცხადია, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმზე გაცილებით უფრო წონიანი. ამ მიმართულებით შეგვიძლია ორი რამ ვთქვათ, ერთი, რაც დადასტურების შეგვიძლია ვთქვათ, უსაფრთხოების მთავარი ყველაზე მყარი გარანტია იქნება უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია ამ საკითხში უკრაინას დაჭირდება დასავლეთის ფინანსური დახმარება, იმიტომ რომ უკრაინის მსგავს ქვეყანას, რომელიც განვითარებული არ არის და არ არის ძლიერი ეკონომიკა, გაუჭირდება მაგალითად მილიონიანი შეიარაღებული ძალების შენახვა, მათი აღჭურვა, მათი გაწვრთნა, მათთვის ახალი ბარაკების აშენება და ასე შემდეგ. მოკლედ უკრაინას დაჭირდება ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საკუთარი არმია შეინახოს, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია. მეორე გარანტიას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესი დასავლეთის სახელმწიფოებს შორის და არ ვიცით რა სახე იქნება უსაფრთხოების აი ამ კონკრეტულ გარანტიაზე. იქნება ეს დასავლური შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინაში, იქნება ეს თუ იქნება ომის შემთხვევაში უკრაინის საჰაერო სივრცის კონტროლი დასავლური სახელმწიფოების მიერ, თუ ჯარები განლაგდება, რა იქნება ამ ჯარების მანდატი, ეს მათ უნდა დაიცვან უკრაინამ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსად აგრესიის, ხელახალი აგრესიის შემთხვევაში, თუ უბრალოდ უნდა დააკვირდნენ და მონიტორინგი გაწიონ აი ამ ფრონტის 1600 კილომეტრიან ხაზზე და ყველაზე უარეს შემთხვევაში ეს ფრონტის ხაზი თუ ბელარუსის საზღვარსაც მივიღებთ ხელოვნებაში შეიძლება გაიწელოს 3000 კილომეტრზეც. აი ამ ტერიტორიის კონტროლს, სამხრეთ ტერიტორიის მონიტორინგს სჭირდება ასობით ათასი ჯარისკაცი, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც იქნება იარაღში. მსგავსი შეიარაღებული ძალების მსგავსი ძალების ფორმირების საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ევროპულ სახელმწიფოებს უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ არ ყავთ საკმარისი შეიარაღებული ძალები მათ ამისთვის. მოკლედ აი ეს მეორე საკითხი, რომელიც ეხება საერთაშორისო ჩართულობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ჯერ არ ვიცით რა სახეს მიიღებს. კარგია რომ ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და კარგია რომ ამაზე ტრამპმაც დაიწყო საუბარი, იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ, იგივე თებერვალში, მარტში ტრამპი ამბობდა, რომ ჯერ მთავარია გავაფორმოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უსაფრთხოების გარანტიებზე ვილაპარაკოთ შემდეგ. ალიასკის შემთხვევის შემდეგ ეთყობა ტრამპმაც დათმო რაღაც გარკვეული პოზიციები და თქვა, რომ კარგი, მოდი ვისაუბროთ კონფლიქტის საყოველთაო გადაჭრაზე და ამ გადაჭრის ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ მიმართულებით ჯერჯერობით უკრაინისთვის პოზიტიურად მიმდინარეობს მოვლენები. აი, გიორგი, რატომ ველოდებით აი ამ შეხვედრას უკრაინის ლიდერსა და ვლადიმერ პუტინს შორის? მოკლედ მოსკოვიდან მაინც არ არის თანხმობა, რაღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თხოვდნენ მოსკოვში შეხვედრას, აი რამდენად რეალისტურად წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? ხადი ეს რეალისტური არ არის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კი ბატონო. და თუ მაინც ასეთი არის, თქვათ, მოთხოვნა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რაზეც ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ კრემლის ინტერესშია ამ დროის მოგება და თუ მართლაც ასეა, რას აძლევს მოსკოვს აი ამ დროის გაჭიანურება, გარდა იმისა, რომ ეს სანქციების, ასე ვთქვათ, საკითხიც გადაიდო ლოგიკურად, ხომ? აღარც უხსენებია ტრამპს. დიახ, ეს მოსკოვს აძლევს ერთ უპირატესობას ვლადიმერ პუტინის აღქმით ის ამ ომს იგებს და მას შეუძლია სამხედრო გზით კონფლიქტის გადაჭრა. ამის გამო რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გაწელოს დრო მოლაპარაკებებით, იმიტომ რომ მისი მიზანი არ არის მოლაპარაკებებით საკითხის გადაჭრა, რადგანაც მოლაპარაკებებით საკითხი ვერ გადაიჭრება ისე, როგორც პუტინს უნდა რომ ეს საკითხი გადაიჭრას. მოლაპარაკებების გზით უკრაინას ის უარს ვერ ათქმევინებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე. მოლაპარაკებების გზით ის უკრაინას ვერ აიძულებს დათმოს საკუთარი ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ. მოლაპარაკებების გზით ის უკრაინას ვერ აიძულებს უკრაინამ უარი თქვას საკუთარ სამხედრო
ინდუსტრიაზე ვერ აიძულებს მოლაპარაკებების გზით უკრაინის პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ისე, როგორც რუსეთს უნდა რომ ეს იყოს მოსუფთავებული. მოკლედ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა რომ სამხედრო მოქმედებებით ამ ომის გადაწყვეტა შეუძლია და ამის გამო ის მაქსიმალურად ცდილობს გაწელოს მოლაპარაკებები დროში. აი რა აძლევს ასეთი მოლოდინის საფუძველს პუტინს? შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი ფაქტორი იყოს და გათვლა იმაზე, რომ ასე ვთქვათ ტრამპმა მთელი პასუხისმგებლობა ამ პროცესში დააკისროს ვოლოდიმირ ზელენსკის და ისე აღმოჩნდეს, რომ კიევი დარჩეს მხოლოდ ევროპელი პარტნიორების დახმარების ამარ. 6 თვის წინ მსგავსი შიშები შეიძლება ლოგიკურად მოჩვენებოდა ადამიანს, თუმცა რაც უფრო დრო გადის, მით უფრო კარგად ვითარდება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის უკრაინას შორის, ასე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, მათ შორის ევროკავშირს შორის. ასე რომ დღეს იმის ალბათობა რომ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ უკრაინას შეაწმინდოს ასე ვთქვათ ხელი, ამის ალბათობა დღეს ნაკლებია ვიდრე იყო 6 თვის. აი მაშინ თქვენ რითი ხსნით რიტორიკაში მაინც გამოერევა ხოლმე ასეთი გზავნილები ხო რომ ზელენსკიმ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე იგივე არ უნდა დაეწყო ეს ომი, ანუ მაინც პასუხისმგებლობა ასე ვთქვათ თანაბარიც კი არ არის ხოლმე ხშირად, მაინც უფრო რაღაც ზელენსკის ეხება დაწოლა. დიდი ხნის განმავლობაში ასე ხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირებულია ზელენსკის მიმართ. ბოლო პერიოდში თუ ვინმე საბრალებს ომის დაწყებას, ტრამპი უფრო ხშირად ამას საბრალებს პრეზიდენტ ბაიდენს, მისი შიდა პოლიტიკური მესიჯებიდან გამომდინარე. ომის პასუხისმგებლობა, ხო, რაც შეეხება იმ ნაწილს, ზელენსკიმ რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა, ტრამპის აზრით, ტრამპის აღქმით, შესაძლებელია საკითხის დიპლომატიურად გადაჭრა და იმისთვის რომ საკითხი დიპლომატიურად გადაიჭრას, პუტინმაც უნდა დათმოს რაღაც და ზელენსკიმაც შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას გარკვეულად წილად კომპრომისის მისაღწევად. თუმცა ამ საკითხში მთავარი გამოწვევა არის პუტინი. თუ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, რუსეთი მსგავს შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერს. ჩვენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ დავაკვირდებით რუსეთის მცდელობას, რომ მაქსიმალურად გაწელოს მოლაპარაკებები დროში, რათა მეტი დრო ჰქონდეს მის ეკონომიკას, მეტი დრო ჰქონდეს მის შეერაღებულ ძალებს, რომ სასურველი შედეგი მიაღწიოს. იმიტომ რომ რაღაც მომენტში, როდესაც ცნობილი გახდება, მაღალი ალბათობით ცნობილი გახდება, რომ პუტინი არანაირი მოლაპარაკებების გზით საკითხის გადაჭრისთვის მზაობას არ აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საბოლოოდ მოუწევს სანქციების დაწესება მისთვის. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ალიასკის შეხვედრის შემდეგ ტრამპმა არ დააწესა სანქციები პუტინის და რუსეთის მიმართ, არის ის, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტის და მისი წინასაარჩევნო დაპირებიდან გამომდინარე, მას სურს ბოლომდე სცადოს, თუნდაც შანსი მცირე იყოს, ან იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე თავიდან ეგონა. ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტი არის, რომ ჯერ სცადოს, იქნებ გამოდის დიპლომატიური გზით საკითხის გადაჭრა და თუ არ გამოვა, ამ შემთხვევაში უკვე სხვა მოქმედებებზე გადასვლა მოუწევს. მოგეთ თქვენთვის რეალისტური არ არის რისკი, რომ მაინც გამოვიდეს რაღაც ზელენსკის და ევროპელების პასუხისმგებლობა ეს საკითხი. რატომ გეკითხებით? აი, როდესაც ლიდერებს შეხვდა დონალდ ტრამპი, შემდგომ მარკო რუბიომ მიცა რამდენიმე ტელეკომპანიას ინტერვიუ, რაღაც ერთი ეთერიდან მეორეში გადაინაცვლა და იქ იყო რაღაც აშკარად ჩამოყალიბებული გზავნილი, რომ ამერიკელების ცხოვრებაზე ეს ომი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. შეიძლება რაღაც აი თუნდაც ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ შიდა აუდიტორიასთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, მიიღოს ვთქვათ ტრამპმა გადაწყვეტილება, რომ საერთოდ მოკლედ გამოეთიშოს ამ პროცესს. არა, ამერიკის შეერთებული შტატები და ტრამპი ამ პროცესს ვერ გამოეთიშება ძალიან მარტივი მიზეზების გამო. ერთი მიზეზი არის ის, რომ შეერთებული შტატები გლობალური სუპერსახელმწიფოა, მეორე მიზეზი არის ის, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ევროპის უსაფრთხოება. ევროპის უსაფრთხოება ვერ გამოვა, თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება და რუსეთი საკუთარ მიზნებს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, უნდა თუ არა შეერთებულ შტატებს აუცილებლად მოუწევს იყოს ამ საკითხით დაინტერესებული და ამ საკითხის გვერდზე ვერ გადადებენ მარტივად რომ ვთქვათ. და მინდა ბოლოს კითხოთ რა უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოებისათვის პრიორიტეტული ამ საკითხში პარტნიორებისთვის, რომლებიც კიევის გვერდით დგანან, აფიქსირებენ მოკლედ ამ მზაობას, რომ ყველა მექანიზმით იყვნენ ჩართულები, იგივე როგორც ჩანს, აი ეგრეთ წოდებული მეხუთე მუხლის მსგავსის გააქტიურებაც უფრო არის ევროპელების ინიციატივა, მაგალითად ვიცით, რომ ამ ნაწილში აქტიურობდა ძალიან იტალია. დიახ, რამდენიმე ლიდერმა ახსენა ეს ტრამპთან ოვალურ ოფისში შეხვედრაზეც მეხუთე მუხლის მსგავსი საკითხი. კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვიცით რა სახეს მიიღებს
საბოლოოდ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. თუ იქნება მსგავსი რამ, მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, მაშინ გამოდის, რომ უკრაინა პრაქტიკულად ნატოში შესული. იმიტომ რომ თუ ამ გარანტიების უკან იდგებიან ესეთი სახელმწიფოები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ეს სახელმწიფოები არიან ნატოს მთავარი ბირთვი. მაშინ გამოდის, რომ უკრაინა დე-ფაქტო ნატოს წევრია და მსგავსი რამ რუსეთის ინტერესებში არ შედის. მსგავს რამეს რუსეთი უბრალოდ არ დაუშვებს, არა მსგავს რამეს რუსეთი უბრალოდ არ დათანხმდება. შეეცდება მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, პასუხობდა ფორმულას კითხვებს.